საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო, მოვედი. მაპატიეთ გუშინ პირადი გაშლა მქონდა და ვერ მოვედი თქვენთან. მაპატიეთ. სალამი დავით, როგორ ხარ? რა მინდოდა ეხლა მე? რაღაცისთვის მოვბრუნდი, მეგობრებო, მავიწყდება ყველაფერი. საღამო მშვიდობისა. აბა როგორ ვართ მეგობრებო? როგორ ვართ, როგორ ჩაიარა დღე? აბა დღეს როგორი დღე გქონდათ? საღამო მშვიდობის. ჩემთვის ცოტა უცნაური დღე იყო ეს კიდევ არის ეს რაღაცნაირი დღეები. გაიხარით, უღრმესი მადლობა. მეც მიხარია თქვენთან მოსვლა. რაღაცისთვის მოვბრუნდი მეგობრებო და დამამტა. ხო, ცოტა რთული დღეებია კი, ნამდვილად. ალბათ მარტო ჩემთან არაა. ამდენი ვართ კიდევ ესე მეგობრებო. რაღაცნაირი დღეა. რა მინდოდა ღმერთო მავიწყდა. ვიდა ჩემი კისკისა როგორ ხარ გულიო, პანტერა, გაიხარე ჩემო კარგო. სიცილის ხასიათზე ყოველთვის ვარ, რა თქმა უნდა. დღეს ცოტა არ იყოს რაღაცნაირი დღეა. მაგრამ ნუ კარგი არა უშავს. ჩვენ მაინც მერერა რომ მოიცადე როგორა, მერერა რომ სამთარია, თუ როგორა შემოგევლე, მასეც უნდა იყო ყოველთვის. აბა რა. რაც არ უნდა რთული დღეები იყოს მეგობრებო, მაინც კარგ განწყობაზე უნდა ვიყვეთ. მერერა გადაივლის. რა პრობლემაა? დღეს ესეა, ხვალ უკეთესი დღე იქნება. მესი მადლობა, ჩვენ ერთად ვართ, თავარიაო, ხო, აი? ხა. აი მანდ ვართ. აი მანდ ვართ, ხა მე მინდა გადავაზიაროთ ცოტა ჩვენ სამეგობრო წრეში, აი? მოიცადე? მეს მადლობა ყველა საჩუქრისთვის. ვიღაცას ნუ კაი არ ვიტყვი აქ ყველაფერს. მადლობა ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ. რა თქმა უნდა, ასევე თქვენც ჩემო ძვირფასებო. აჰა, გადავარდა კარტი. გადავარდა ბალანსის კარტი. ბალანსის კარტი, ჰარმონიის კარტი. აი ეს სურათი გადამივარდა, სერიოზული, გრძნობელობა, შფოთვარე, მაგრამ სასრედატოჩენას, ანუ მიმართულება გაქვთ აღებული მეგობრებო, მიმართულება კი. ესე იყოს. რაც კარგები ვართ, მაგრები ვართ. რაც კარგები ვართ, ვინ ვართ მაგრები? მეგრელები, გურულები, მერლები, ვინები? ვინები? საღამო მშვიდობის, ხო. უნდა გადამეზიარებინა. დავიწყებ ახლა, მაინც გამოგიგზავნით მეგობრებო, არ მიწყინოთ, რამე ნაღლება? ხო. აჰა. არა, არ დაგვიწყია ჯერ, არ დაგიგვიანებია, ნუ გეშინია.
სულ 2 წუთის შემოსული ვარ მეგობრებო, სულ 2 წუთით. უღრმესი მადლობა ყველას. ქართველები ხო? რა თქმა უნდა. გაიხარეთ. გაიხარეთ მეგობრებო. რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყოთ. როგორ გელოდები ხოლმეო. მადლობა ჩემო ძვირფასებო. აჰა, მოვიდა ანამარიაც. რაზე ვშლით და აგერ ტუმბოჩკაზე. ხა, კამოძე. რაზე ვშლით და კამოძე. ეს მაგი და არ გეგონოთ მეგობრებო. ეს არის ჩემი თავთან სასთუმალთან ერთ-ერთი კამოდი თუ რა ქვია, პატარა ტუმბოჩკას ეძახიან რუსულად. ხა, ქართულად არ ვიცი რა ქვია. ამაზე ვშლით, რაზე ვშლით და მეტი არ ვიცი. ხა, პასუხი რაც არ უნდა მკითხოთ, პასუხი ყოველთვის მზად მაქვს. გაიხარეთ. ვინც რა უნდა მკითხოს მეგობრებო, აი ესე პასუხი უცებ მზად მაქვს. ხა, გაიხარეთ. ხო, ჩვენ ახლა აქ თეატრი გვეწყება, კონცერტი გვეწყება, სიცილის ოთახი, გასართობი ოთახი. რაც გინდათ ის დავარქვათ. რაღაც მოვიფიქრო უნდა ისეთი რომ დავარქვა მეგობრებო. ხა, რა იყო ანამარია, რა ვაუ. ვაუ, არა ანამარია, ავოიე. პოზიტივი გადამდებია კი ბატონო. სიცილის ოთახი. ბოლოს მახსოვს მეგობრებო, როდის ვიყავ შარშა თუ შარშანწე საქართველოში, მე და ჩემი შვილიშვილი წავედით, ჩემი რძალი და ჩემი შვილიშვილი წავედით და სიცილის ოთახში შევედით. აი მე იმდენი ვიცინეთ. აი ბათუმში. სასწაული დამემართა. ხა. ნუ პაგადი გამახსენდა. ნუ ზაიეც. ნუ ზაიეცი გამახსენდა. ხო. ისე რა მაგის პასუხია და მამა ჩემი დღესაც უყურებს აი მაგ მულტფილმს, ნუ პაგადის. დღესაც უყურებს მეგობრებო. დედას ფიცა ვარ. და იმდენად შეეჩვია ჩემი შვილიშვილი რომ დაждდება და ისეც უყურებს. ხა. აი ესე. ჩვენი დროის ანიმაციური ფილმები. მოკლედ, ახლა მინდა მე დავიწყო თქვენი დახასიათება. თქვენი ენერგიები მაინტერესებს. ძალიან, მეც ძალიან. აი როგორი დრო იყო, ხო? როგორი რთული დრო იყო, მაგრამ ის დრო მიყვარს. მიყვარს იმიტომ, რომ აქ არ ვეძებდით ერთმანეთს. ინტერნეტი სად იყო? იყო ეზო, ქუჩა, კუთხე, შუკა, უბანი. ხა. და აი ის უფრო მეტი უკეთესია ვიდრე დღევანდელი. რა თქმა უნდა, გისმენ? დოჩი საღამო მშვიდობის. რა თქმა უნდა, კარგი იყო ბავშვობა, ჩვენი დროის ბავშვობა. პოსტა მე პოსტას ვასუფთავებით. და კვერცხი. ვიპოვეთ დაწერილიო? რას ქვია დაწერილი? როდის იყო ეს? უი, რას ამბობ? რაიმე სხვა არ გეუბნება კვერცხი, ქართულად ეწერა? სამი დღის უკანო? რას ლაპარაკობ? კი, კვერცხზე აკეთებენ კი, მაგრამ ამავე დროს კვერცხითაც იწმინდებიან, ესეც უნდა იცოდე. არა, შეიძლება ისე იტალიაში სპეზას ეძახიან მაგას. სია ჩამოწერილი რო აქვს სიები, საყიდლების. შეიძლება უბრალოდ ეს ეწერა. შეიძლება ესეც იყო.
ეხლა მე მაგალითად რაიმე სყიდვა რომ მინდა ხომ თქვენ ხო იცით ხომ მე სულ მავიწყდება სულ წერ მეგობრებო კი ცეცხლში ჩავაგდებინეო კარგი არ ცოდვა მეგობრებო არ ინერვიულოთ არა უშავს მაგრამ სხვა დროსაც არ უნდა იყოს თებში იდო რაღაც იყარა წერილი და ეწერაო წვრილი და ეწერაო ვი რას ამბობ კვერცხით იწმინდება კი ანა მარია მერე გეტყვი მაგას პირად შეგეტყვი ანა მარია როგორ იწმინდება კვერცხითაც იწმინდებიან მეგობრებო კი ლაივს რო დავამთავრებ ანა მარია მე და შენ ვიჭორაოთ ცოტა თუ თან ახმა ხარ მოკლედ დავიწყებ მეგობრებო ბევრი რო არ დაგვაგვიანდეს ახლა მე მინდა თქვენი ენერგიები ამოვიკითხო. ეხლა ეს ჩემი ტუმბოჩკა ცოტა მოვა. ბოლო რა ქვია ამას ტუმბოჩკა? მეგობრებო, გამახსენეთ. ტუმბო რა ქვია? ტუმბოჩკას ჩვენებურად რა ქვია? საოცარი გაშლები გაქვს მართლა, გაიხარეთ. მოკლედ დავიწყებ ეხლა თქვენი ენერგიებით. ვიხართ თქვენ და ზოგადად თქვენ შესახებ ყველაფერი. აჰა. ადამიანი, რომელიც ყველაფერს აღწევს. მოდი აქედან დავიწყოთ. ადამიანს, რომელსაც აქვს ჟილკა გაქვთ მეგობრებო. მოდი უყურეთ ახლა ამას წარწერაზეც რო ამოვიკითხოთ, ხო? დაისახავთ მიზანს და ამ ყველაფერთან მიდიხართ ბოლომდე, რაც არ უნდა რის ფასადაც არ უნდა დაგიჯდეთ. ნუ კანონზომიერების ფარგლებში რა თქმა უნდა, მაგრამ იფიცებთ რომ ამას გააკეთებთ, კი? ტუმბო, ხო? თან ამ ყველაფერს გააკეთებთ როგორ იცით? სამართლიანად. ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდაო. და ასევე ამბობთ, გავაკეთებ სამართლიანად, ყველაფერი სამართლიანად და არაფერი სამართლის გარეშეო. რაღაც ესე. მარილიანი აბაზანები კარგია კი. და იცით როგორია მარილიანი აბაზანები? რო დაიბანთ მეგობრებო და იბანავებთ, ბოლოს შეიტანეთ ერთი პლასმასის ერთჯერადი ჭიქით სავსე მარილი, თქვენი ნაყიდი მარილი და მესამედი ესე დაიდეთ პეშვზე, მესამედი გადმოიყარეთ ასე პატარა პლასმასის ჭიქიდან მესამედი გადმოიყარეთ ასე ხელზე და სულ ტანზე მოიფინეთ, ან შეიზილეთ და თქვით ესეთი სიტყვები. ნეგატივი ჩემი ამ მარილმა წაიღოს. ანუ როგორც შეგიძლიათ ის სიტყვები თქვით. თქვენ რაც უცებ მოგივათ. ავითვალიდან, ავისულიდან გამწმინდე უფალო. რაღაც ესეთი თქვით. ვინც ცუდი თვალი ჩემხედავს, ვინც ცუდი გული ჩემხედავს, ვინც ნეგატივს გამოუშვებს ჩემზე, ვინც ჯადოს მიკეთებს. ხო, როგორც ეს მარილი გაქრება, ესე წავა ჩემგან და მივა ადრესატთან. ხო, ესეც საკმარისია. ამას ჩამოირეცხავთ და ჩამორეცხვის დროს ამ ყველაფერს იტყვით, რომ წყალმა წაიყოს. მერე მეორე ნაწილს დაიყრით კიდევ, იგივეს გაიმეორებთ, მერე მესამე ნაწილს დაიყრით კიდევ და იგივეს გაიმეორებთ და დამთავრდა. ხო. ესე ხდება მარილით წმენდები. გავაგრძელებ ახლა. რა მაგის პასუხია და კარგა ხანია არ გამიკეთებია. ხო. თქვენ გადიხართ რეინკარნაციას, თქვენ გადიხართ გარდასახვას. თქვენ ახლა იცვლებით რადიკალურად. ახლა იცით როგორი პერიოდი გაქვთ. დღეს ხო ხართ, ხვალ ესეთი აღარ იქნებით. ნახეთ მეგობრებო. ხო. მე კი. ნახეთ მეგობრებო, ესაა თქვენი დავალება, ესაა თქვენი გაკვეთილი, ესაა თქვენი
გამოცდის ჩაბარება სამყაროდან. იმდენად იცვლებით მეგობრებო, რომ აი ვერ წარმოგიდგენიათ თუ ხვალ როგორი იქნებით. ანუ ხვალ ვამბობ, ახლა აი ზუსტად ხვალ გაიღვიძოთ და სულ სხვანაირი იყვეთ, არა, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ ამ ყველაფერს. მოვა დრო და საერთოდ ვერ იცნობთ თქვენ თავს. აი სარკის წინ რო დადგებით, ხო მიხვდებით რომ ის აღარ ხართ, ვინც იყავით. აი მე მაგალითად ნამდვილად არ ვარ ის ვინც ვიყავი. დედას გეფიცები ნამდვილად არ ვარ და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა აქამდე მოსასვლელად. ოღონდ მართლა. ხო, ახლა თქვენოდან რა კარტია? ხო. თქვენი უყურეთ, ეხლა გეტყვით. რა ხდება ეხლა აქ? ეხლა სხვანაირად ამჭირჭიკდები. ხო, აქ ხო ამბობს რომ თქვენ ისეთი აღარ იქნებით როგორიც იყავით. ურთიერთობას ისე აღარ შეხედავთ როგორც აქამდე. სულ სხვანაირად მეგობრებო, სულ სხვანაირად წარმოგედგინათ და სულ სხვანაირად წარმართავთ ურთიერთობას. თქვენი სურვილი იქნება ასეთი, სხვანაირად შეხედავთ ურთიერთობას, სხვანაირი მოგინდებათ ურთიერთობა, ურთიერთობაში სხვანაირი ტაქტით იმოქმედებთ. აბატონო. ხო, ბევრი უკვე ასე ხართ, ამ ენერგიებში ხართ, რომ ისე როგორც მოქმედებდით, ისე აღარ გინდათ. არც ისეთი სიყვარული გინდათ, არც ისეთი პარტნიორი გინდათ და ზოგადად არაფერი აღარ გინდათ უწინდებული. ყველაფერი გინდათ სხვანაირი. და ისე არ გამოვრიცხავ იმას, რომ სამყაროც გიწყობთ ამ ყველაფერში გამოცდას. აბა როგორი იქნებით? ზოგადად ვისთანაც გაბრაზებულია, გაბრუნებულიაზე, თუნდაც მაგი, ხო, თუნდაც მაგი. შეიძლება დაბრუნდეს ადამიანი და აი სამყარო გიყურებდეთ, ეხლა ანუ სამყარო გიწყობდეთ გაკვეთილს. აბა თუ გაიარეთ გაკვეთილი. ხო, აბა როგორ ჩააბარებთ გამოცდას? ხო, მეგობრებო, ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, ეს აქ ტყუილად კი არა. მეგობრებო. ეს აქ ტყუილად კი არა მოსულა. ეს აქ ტყუილად არ ამოსულა. დაუკვირდით აბა, საითკენ მიდის ზუსტად, როგორ ეწყობა ერთმანეთზე სიტყვები. ხო, იმდენად გარდასახვა მიდის თქვენი მეგობრებო, ხო? ერთ დღეს სამყარო მოგიწყობთ ესეთ გამოცდას. დაბრუნდება თქვენი პარტნიორი. ან იქნება ახალი პარტნიორი მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, არ გამოურიცხავ, ეხლა ამ გადასახედი დამსაუბრობ და სამყარო დაგაკვირდებათ ახლა. ისწავლეთ ჭკუა თუ არა? თუ იგივენაირად გაყვებით ამ სიტუაციას, როგორც ადრე. ხო, რა მნიშვნელობა აქვს ეხლა წარსული დაბრუნდება თუ ახალი? ზოგადად სამყარო მოგიწყობთ გამოცდას. როგორ ჩააბარებთ ამ გამოცდას? ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი თუ ვერა ჯერ კიდევ? ხო, ნახეთ? თუ ვერ ისწავლეთ, აი რა გელით ისევ. და სამართლიანად მეგობრებო, დედას გეფიცები როგორ ყვება კარტი ყველაფერს. ხო, თუ ვერ ისწავლეთ მეგობრებო, ხო? ისევ ჩარჩებით პირველ კლასში ვთქვათ, აი მაპატიეთ. ხო. ისევ ჩარჩებით იმ გამოცდის გადაბარება მოგიწევთ. აი მეგობრებო, თუ თქვენ ვერ ისწავლეთ ჭკუა, ისევ აქ დაბრუნდებით. აი ესე. ხო. და უფრო უარესად დაბრუნდებით კიდევ ამ სიტუაციაში, უფრო მძიმე იქნება, იცოდეთ. ხო. ზოგადად რას ამბობს იცი კარტი? აი ამბობს იმას, რომ აი გაიხსენეთ გავლილი სიტუაცია, როგორი იყო, როგორი მძიმე იყო თქვენთვის და დასკვნა გამოიტანეთ აქედან, რომ რა უნდა შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო. ხო. ხო, ისევ შავი ხვრელი რო არ მოგიწიოთ და ისევ ამ ორმოდან ამოსვლა რო არ გაგიჭირდეთ მარტო სულად, მეგობრებო. ხო. აი, ამიტომ ნამდვილად უნდა აითვისოთ ის გამოცდა და ჩააბაროთ ის გაკვეთილი მეგობრებო, ხო? პირიქით თქვი ახლა, აითვისოთ, ისწავლოთ ის გაკვეთილი, გაიხსენოთ, რაც გაიარეთ, რომ ისევ არ მოხვდეთ ამ ორმოში მეგობრებო, თორე აქედან ამოსვლა ძალიან გაგიჭირდებათ კიდევ კარგა ხანს. ძალიან მწარე იყო კი. ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი მეგობრებო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე რა გავიარე. რა თქმა უნდა გოგოებო, საკუთარი თავის ფასი უპირველეს ყოვლისა.
ვისთანაც გაბრუნებულია, ვისთანაც გამობრუნებული, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობრებო. ძველი დაბრუნდება თუ ახალი ადამიანი შემოვა. სამყარო მოგიწყობთ გამოცდას. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, ეს გაფრთხილებად მიიღეთ. იმდენად ქვასავით ძლიერები ხართ, მეგობრებო. შეუპოვრები. თავდაჯერებულები. ხო, თუმცა მაინც მესამე პირები არიან თქვენ ცხოვრებაში. გვერდიდან ესე ცხვრიც რო ყოფენ. ხო. თქვენი ენერგიები. დრო. მოკლედ, ვიღაცებმა დღეს ძალიან ბევრი იმოგზაურეთ ინტერნეტში, მინდა გითხრათ. კი, ვიღაცებმა. ვინ სად რა, როგორ როდის? ეს იყო თქვენი კითხვა, პასუხგაუცემელი. არ ვიცი ხა რამდენმა იპოვეთ პასუხები კითხვებზე, მაგრამ ხო, ასეა თუ ისეა, უმეტესობა ესე ვართ, მეც. მაგრამ მე რა მჭირს იცით, მეგობრებო? მე უბრალოდ ტელეფონი მიდევს და ყურსასმენები მიკეთია და უბრალოდ მე ვუსმენ. მე 24 საათი ტელეფონი ხელში არ მიყავია. უბრალოდ მე ჩემებურად ვუსმენ, აი რაღაცებს ვუსმენ. კი, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ხო, ამ დროს აი გამორიცხულია მე ტელეფონი ხელში მეკავოს. არ მიყავია, არასოდეს არ მიყავია ხელში ტელეფონი, მეგობრებო. მაგრამ 24/7-ზე ყურსასმენები მიკეთია. ხო, ამ ყურსასმენებით ვალაგებ, ვრეცხავ, ვასუფთავებ, ვაკეთებ, ვამზადებ, აი არ ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ ამით. ხო. არა, მუსიკებს არ ვუსმენ. პირიქით, საჯარო გაშლებს ვუსმენ, ოღონდ რუსებს. რუსებს, მეგობრებო, სასწაულები არიან უბრალოდ. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები დღევანდელი. გამოღვიძება, ამოქმედება. აი ვულკანი ამოქმედდა, ხო? ესა ამოქმედება, გამოღვიძება, სამყარო ჩაერია თქვენ ცხოვრებაში და ეხლა იწყება თქვენი გამოღვიძება. ანუ უყურეთ, ეხლა იწყება, არ დავიწყება. არ დაიწყევლოთ, მეგობრებო. აი ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ აი არ დაიწყევლოთ. ხო. ეს ისევ თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, იცოდეთ, ნებისმიერი წყევლა, ნებისმიერი ნეგატივის გაგზავნა, ოხ იმას ასე და ოხ იმას არ გინდათ ესეთი რაღაცეები, მეგობრებო. აი გონებას ამისთვის და სულს ამის გამო ნუ დაიმძიმებთ. გულს ნუ დაიმძიმებთ ამის გამო, მეგობრებო. არ გინდათ. რა თქმა უნდა. არ გინდათ, მეგობრებო. რა თქმა უნდა. მე მაგალითად არავის სიძულვილისთვის გულს არ დავიღლი, სულს არ დავიბინძურებ. აი სიძულვილითაც კი. წარმოიდგინეთ ახლა. არა, მე არა. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავთან, მეგობრებო. ხო, აი, ძალიან უნდა ეცადოთ. ახე ხელყოფა. ძალიან უნდა ეცადოთ, რომ ზოგადად კარგი განწყობით შემოიფარგლებოდეთ. არ გინდათ ეს. ხო. ეს მერე თქვენს ენერგეტიკაზე ისახება ძალიან ცუდად. გამძიმებთ, უბრალოდ გამძიმებთ. ნუ კარგი, თქვენი ენერგიები. ფიქრი. ძალიან დიდი დრო გქონდათ გეფიქრათ მომავალზე, გეფიქრათ წარსულზე და გეფიქრათ მომავალზე. ნახეთ უბრალოდ ახლა. რაზმიშლენიეს, აი ფიქრ დაჯდომა, ფიქრი, დრო, გამონახვა ამის დრო, ანუ ძალიან ბევრი დრო გქონდათ ამისთვის და ნახეთ წარსულის და მომავალზე ფიქრისთვის. ხო. ხო, აბატონო,
წარსულზე და მომავალზე. წარსულში რა გაკვეთილი მიიღეთ და მომავალში რა უნდა ისწავლოთ. რა უნდა გადმოიტანოთ. ანუ რა გონებით უნდა წახვიდეთ მომავალში, მეგობრებო. ამისთვის ძალიან დიდი დრო გაქვთ და გქონდათ. რომ გეფიქრათ, კი. ასე რომ საკმარისი იყო ეს დრო იმისთვის და საკმარისი დრო გაქვთ იმისთვის, რომ მოდი ასე ვიტყვი, სამყაროდან გამოგზავნილი გამოცდა დადებითად ჩააბაროთ. მე ასე ვფიქრობ. ხო. რა თქმა უნდა. ხო, მეგობრებო, იცით რა, ისეც ერთ-ერთი გაკვეთილია. შეხედეთ, ეხლა უყურეთ როგორი სამი სურათი ამოვიდა. პირველი ამოვიდა დამსხრევა, დამტრევა, განადგურება, აი ამოძირკვა, აი ძალიან დიდი ტკივილი, აი არ ვიცი, იმედის დაკარგვა, ცხოვრების დაკარგვა, შეიძლება ადამიანის დაკარგვა, ყველაფერი შედის ამაში, ხო? მერე მოდის აი ესეთი ჩაკეტილობა განგაში საკუთარ თავთან, განადგურებული მარტო ყოფნა, რო არავინ არ გინდათ, ძალიან მტკივნეულია ეს, ძალიან ავადმყოფური სიტუაცია გაქვთ, შეიძლება ბევრს სიკვდილიც გინდოდათ, ანუ რასაც ამბობს სურათი, ხო, აქ წარსულის ფიქრი, გაანალიზება და მომავალზე ფიქრი, ხო? ნახეთ, აქ რა მესამე? აი მეგობრებო, ხო ეს დატოვეთ ახლა წარსულში. ეს ყველაფერი იყო იმისთვის საჭირო, რომ თქვენ გესწავლათ, დასკვნა გამოგეტანათ, აი გამოცდა ჩაგებარებინათ, გამოცდაზე რო გადიხართ, ხო, სწავლობდით რაღაცებს ჩვენს, ხო? ჩვენს ხო სწავლობდით, ვიმახსოვრებდით, ვიზეპირებდით, ამ ყველაფერს ღმერთო რა საშინელება იყო, ხო? აი იგივე გაქვთ ახლა გასავლელი, მეგობრებო. იგივე სიტუაცია გაქვთ ახლა გასავლელი. არ უნდა ჩაიჭრათ, ოღონდ. არ უნდა ჩაიჭრათ. პოტენცია არის იმის, რომ გადახვალთ. ბარიერს გადალახავთ. ხო. ბარიერს გადალახავთ, მეგობრებო. უბრალოდ გაიხსენეთ წარსული და მაგალითი აიღეთ მომავლისთვის. არ უნდა დაგავიწყდეთ უბრალოდ თორე. ხო. ესეთი იყო თქვენი დახასიათება და უყურეთ ახლა. ხო, არავის არაფერი არ უთხრათ, არავის არაფერი არ აუხსნათ, არავის არაფერი არ მოუყვეთ, თუნდაც ურთიერთობაზე, თუნდაც ცხოვრებაზე, თუნდაც მომავალზე, თქვენს სურვილებზე, თქვენს ოცნებებზე, თქვენს გეგმებზე, თუ რას აპირებთ, თუ სად გინდათ, თუ რას არაფერი არავისთან არ თქვათ, მეგობრებო. არაფერი არავისთან არ მოყვეთ. არაა საჭირო. მოკლედ, ესეთი გაფრთხილება მოგცათ სამყარომ. არავისთან კრინტი არ დაძრათ, მეგობრებო. ხო. ბოლოს ამოვიდა ესეთი. რა ვქნათო? რას ქვია რა ვქნათ? წარსული ადამიანი რო გინდა ისე გამოცდა რა გაქვს ჩასაბარებელი სამყაროსთან, აი მაგას უყვებოდი ახლა ამდენი ხანი. გინდა ერთია, მაგრამ რაღაცები უნდა შეცვალო. მეგობრებო, ეს რაღაცას გეტყვით. როდესაც ადამიანი არ იცვლება და ჭკუას ვერ სწავლობს, ხო? მაპატიეთ ახლა ამ გამოთქმისთვის, ხო? როდესაც არ იცვლება პარტნიორი, არ სწავლობს ჭკუას, შეგნება არ აქვს, განვითარება არ აქვს, გონება არ ეხსნება, ხო? თქვენ უნდა შეიცვალოთ. რა ქნათ? თქვენ უნდა შეიცვალოთ. შენ უნდა შეიცვალო, გადარეული. გადარეული სახელი გიგიძერია და გადირიე ერთი. გურულებმა იციან. მოიდა ერთი ისე გადირიე, რომ მე ყველაფერი დატიე წარსულში. არანაირად არ მოვა. ანა მარია. რა ვქნათ, რა საყარლად მეკითხება. წარსული რომი და რა ვქნათ. გადარეული გიგიწერია და გადირიე ერთი, შენ რომ იცი ისე, გურულების არ იყოს და დატიე წარსულში. გადააფურთხე ეშვაკს. ვერაგო. ანი იგორასა ამბობდა?
აი მე ის აჭარელი ადამიანი მახსენდება, მეგობრებო, აი ძალიან მიყვარს აჭარა, მე თვითონ აჭარაში დაბადებული და გაზრდილი ვარ და აი ესეთ რაღაცებს რომ იმაშვები მეცინება. ხო. არანდარა რანდაკნა. გუთიონა. მაშინ სახელი შეიცვალეო, ანა მარიამ გასწავლა რა უნდა გააკეთო. არ ყოფილხარ გადარეული მაშინ შენ. რა დაირქვას ანა მარია იგიც უთხარი. სახელი რა დაირქვას იგიც უთხარი. რა დაირქვას უთხარი. მოგტებია მე. აი ვეღარ შემიძლია. მოგტებია მაღამ. რა ნავქნაო, რა ნაკნაო. არანდარა რანდაკნა. გუთიონა. ხო. მოკლედ, მეგობრებო, მოდი ახლა ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი. ხო გააჭირვა პარტნიორმა საქმე კიდე. აი ზუსტად. ხო, ზუსტად, კარგი რჩევა მოგცა. რამდენი გახსოვს კარგი და რამდენი გახსოვს ცუდი. ხო. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი პარტნიორის ენერგიები. ხო, მე რა კომანდო ხარ, ხო, ანა მარია? მე რა კომანდო? ხო. მე რა კომანდო ხარ, ხო, ანა მარია? ხო. ცუდი გაიხსენეა. ხო, აი ნახეთ. მეგობრებო, ნუ კარგიც მქონია ცხოვრებაში, მქონია შვილების სახით ბედნიერება. ხო და აი როგორ არ მქონია შვილები პირველი, რაც ბედნიერება მქონია, ეს არის ანუ განუმეორებელი. მაგრამ იმის იქეთ, ხო, ჯოჯოხეთის მეტი რამე არ მქონია მეგობრებო. ძალიან ცოტა რამ იყო ბედნიერების. ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. ამიტომ არ დაივიწყოთ მეგობრებო. როცა შემოგაწვებათ, ხო? გეტყვით ახლა რა უნდა გააკეთო, გადარეულო. ნახეთ რა უნდა გააკეთო ახლა. როდესაც შემოგაწვება ესე ტკივილი, მონატრება, რო გენატრება და რო უკვე გიждები, ხო? აი მაშინ გაიხსენე ის ცუდი რაღაცები ზუსტად. ხა. აი ზუსტად მაშინ გაიხსენეთ ის ცუდი რაღაცები მეგობრებო. ის სიბრაზე, რაც მოხდა, როგორც მოხდა, აი იმ წუთას გადაგიართ მონატრება. გარწმუნებთ 1000%-ით. მე ასე ვაკეთებდი. ხო. ნელ-ნელა განელდება. ზუსტად რომ გაიხსენებ არ მოგინდება. ზუსტად მასე ვიყავი დედას გეფიცებით მეც. რაო? მოღალატეს კარგად როგორ გაიხსენებო. ხო, რა თქმა უნდა. მოკლედ თქვენი პარტნიორი ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ერთმა დამიწერა YouTube-ზე, მაინდა-მაინც ხო. მაინდა-მაინცო, იგივე რა ქვია, შენ ვინც გინდაო, იგი ჩაიფიქრობ, თუ ვინც გინდა, იგი ჩაიფიქრე, კაცო. ლენდელონი კი არ ყავდაო. ხო, აი ზუსტად. ეს გაკვეთილი გაქვს გასავლელი, გადარეული. მეტი კი არაფერი. ხო.
შენ თუ კიდევ ვერ სწავლობ ჭკუას, კაი ხანი იქნები მაგ დღეში. ხო. კიდევ იქნები კარგა ხანს იქნები მასზე. მოკლედ მეგობრებო, როდესაც არჩევანის წინაშე დაგაყენებთ ადამიანი ან დგახართ, საკუთარი თავი უნდა აირჩიოთ, მეტი არაფერი გევალებათ. და მან იწყება თქვენი ბედნიერება ზუსტად, რო იცოდეთ ისე. ხო. რა თქმა უნდა. ვერც უნდა მიიღო და არც უნდა მიიღო. არა ბიჭოს. კარების მოჯახუნებას, ტელეფონის გათიშვას, აი ზურგის შექცევას, პასუხის გაუცემლობას, ბევრი კითხვები რო გაქვს და პასუხები ამას არავის არ ვაპატიებ მე. ხო. დავიწყოთ ეხლა თქვენი პარტნიორი, ჩაიფიქრეთ ადამიანი მეგობრებო. დავიწყოთ. თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა შეიძლება დღეს სანთელი წაანთო. არ ვიცი, შეიძლება ბნელ ოთახში ზის და ესე სანთლის შუქზე სანთელს უყურებს. ან ესე მხოლოდ დაბალი შუქია ანთებული. ხო, რაღაცას ფიქრობს, კი. რაო მერე? ჭორები, ძალიან ბევრი ჭორები დადის მის ირგვლივ. ეს ადამიანი შენიღბული, ამ ადამიანის სახე, ნამდვილი სახე თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, მეგობრებო. მოკლედ, ერთი უნდა დავთქვა ისე, რომ აი ტელეფონთან ახლოს არ ვიჯდე, რო არ წავიკითხო თქვენი კომენტარები, მეგობრებო, ენერგო პრომ გაუთიშაო. სანთლის შუქზე დარჩა, ხო, საცოდავი. ხა. ამ ადამიანის ნამდვილი სახე თქვენ არ იცით. ხა. ძალიან სუღლუტია კიდევ. ხა. ამ ადამიანმა კიდევ არ იცის მოლაპარაკებები. ვაიმე დამეწყო უკვე. ამ ადამიანმა მოლაპარაკებები არ იცის. ან კიდევ თქვენს ორ შორის, არა, მის ცხოვრებაში კიდევ მესამე იყო, ვიღაცა მოიაზრება, მესამე. ხო. მესამე მოიაზრება, ნახეთ? ეს ორი თქვენ ხართ და ეს მესამე, ეს შეიძლება იყოს ვინ და რა? ხო, დედას ფიცა ვარ დამეწყო. ხო. კიდევ. ხო, ეს მესამეა ზუსტად ამ ადამიანს ტკივილს რომ აყენებს და თქვენს ურთიერთობაში ზოგადად რომ ძალიან დიდი ტკივილს ტოვებს კი. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს კიდევ გაკეთებული ჯადო, მოდი ასე ვიტყვი. ეს არის, ნახეთ? ხო. სიტუაცია, რომელიც ართულებს ყველაფერს, ეს არის ნედაბრაჟელაძელნას, არაკეთილის მსურველები, სიცარიელე და ადამიანების ჩარევები, ზეწოლები, ზემოქმედების ქვეშა ადამიანი. პირი დამიწერეო. რაიო? ხო. ნუ ეხლა შეიძლება ყველა შემთხვევაში არ იყოს, მაგრამ ნუ ვიღაცებთან კი, ზუსტად ასე იქნება. კი, მაგიაა, მეგობრებო. მაგიაა. კიდევ. რაც ძალიან დიდ ტკივილს აყენებს. ნახეთ, ეს მესამეც და ეს მაგიის კარტი. დამუწეთქო. ხო. უყურეთ, ამ შემთხვევაში ეხლა ამ ადამიანის ცხოვრებაში მეგობრებო უკვე სამყარო ჩაერია და სამყარო აგვარებს მის პრობლემებს. კი, მოიცადეთ ეხლა კიდე? ხო, ნახეთ. სამყარო აგვარებს მის პრობლემებს. თქვენ არ უნდა ჩაერიოთ მის ცხოვრებაში მეგობრებო ეხლა. ეხლა ნამდვილად არ უნდა ჩაერიოთ მის ცხოვრებაში. ხო. აი ნახეთ, ეს ადამიანი
თუმცა შიში აქვს. ნახეთ ქვემოდან როგორი კარტია. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ერთ ბედნიერ დღეს არა აქვს. ხო, ერთ ბედნიერ დღეს უნდა რომ გაიღვიძოს და გვერდით ყავდეთ, ან ერთ ბედნიერ დღეს თქვენთან მოვიდეს, მაგრამ ძალიან ეშინია. თუმცა ხო გეუბნებით, ეს ადამიანიც რეინკარნაციას გადის, გარდასახვას გადის, იცვლება მისი ცხოვრება რადიკალურად. ხო, აი, კარტი ადასტურებს კი. აქამდე თუ კი იყო არა, ეხლა იქნება კი. ანუ მის ცხოვრებაში რაც აქამდე ხდებოდა არა იყო საპირისპირო სიყვარულის მხრივ, ურთიერთობის მხრივ, გაგების მხრივ, ცხოვრების მხრივ, ყველაფერი უკან მიდიოდა, მეგობრებო. ეხლა იმდენად შეიცვლება მისი ცხოვრება, ხო? რომ რადიკალურად იცვლება მისი ცხოვრება, ამიტომ აი ნახეთ. ენერგია მოემატება, აი თითქოს რაღაც გამოინათებს მისთვის. თითქოს აი აქამდე თუ ბნელ ოთახში იჯდა, აი ეს იყო პირველი სურათი, ეხლა ლამპოჩკა ეენთება. ეხლა აინთება. შუქი აინთო, თამაში დაიწყო ციმციმ. ხო. ანუ განთავისუფლება ექნება რაღაც იმ სიბნელიდან, მეგობრებო. ოღონდ სერიოზულად. ხო, რა თქმა უნდა, მეგობრებო, გეახლება, აბა რა სიზამს. აინთება სხვასთანო. გადარეული რა ენაზე გელაპარაკო, ხომ არ მეტყვი? რატო ამ ყველაფერს პესიმისტურად უყურებ? ხო, მეგობრებო, ნუ რა ვქნა. ეს ადამიანი მოვა სამართლიანად. თქვენთან მოვა სამართლიანად. ეს ადამიანი უნდა მოვიდეს თქვენთან. და მე თქვენ რაც გინდათ ის უყავით. ძლიერი, ძალიან შეცვლილი, ძალიან ბზუბზუ. ვაი, ესე მოგიბზუილებთ. გაიგონეთ, ხო? კი, ძალიან აზრთა სხვაობა გაქვთ და ჭიდილი, მაგრამ ამ ადამიანს იმდენად მოემატება, აი რაღაც მოაწება თქვენი მონატრება, ხო? აი ესე უცებ გაჩნდება თქვენთან, ოღონდ ყველანაირი ხუმრობის გარეშე, მეგობრებო. ხო. ისი ენერგიები დღეს, ფანტაზიები, ილუზიები. თუმცა ძალიან უნდა ვთქვათ, აი თავისუფლება. ამ ადამიანს უნდა რომ თავის გეგმებს მიაღწიოს, თქვენთან ამოსული სურათი. ეს ადამიანი იფიცებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. ხო. ნახეთ, დასწიჟენიე ცელი და დასწიჟენიე ცელი, მორალნაია სილა. ანუ იცით რას ამბობს? აქამდე თუ სულიერად დაბალ ვიბრაციებში იყო, ხო? ეხლა მაღალ ვიბრაციებით ცოტა უფრო ისეთი მომჯობინებული დაბრუნდება კი. ეს ადამიანიც ფიქრობს წარსულზე. ტრანსფორმაციაშია, მეგობრებო, მინდა გითხრათ. ეს ადამიანი არის ტრანსფორმაციაში. ძალიან მწარე გაკვეთილს გადის. შეიძლება ფეხზე ძინავდეს, რო იტყვიან. იმდენად დაღლილი და გამოფიტულია ეხლა, ხო? ამ ადამიანს შეიძლება სულ ძინავდეს. ან სულ ძილი უნდოდეს. ძალა არა აქვს. ძალა გამოლეულია.
ძალიან ბევრი ადამიანი ყოფს მის ცხოვრებაში ცხვირს, მოდი ასე ვიტყვი. ეს შეიძლება იყოს მეგობრებიც, თითქოს და ბავშვობიდან მოდიან ერთად ესეთი ადამიანები. ხო. აი გაქცევა უნდა. რაღაც დროს ელოდება, დროს. იცით რა, ეს ადამიანი ხა ძალებს იკრებს კიდევ, ესეც არაა გამორიცხული. ხო, აი? ამასაც გამოცდა აქ ჩასაბარებელი. ხო, ძალიან ეწინააღმდეგება საკუთართას ნახეთ, მეგობრებო. ძალიან არ უნდა გამოცდაზე გასვლა, მაგრამ მოუწევს. ხო. მინდა გითხრათ, რომ მოუწევს. იმიტომ მოუწევს, რომ ეკუთვნის. ხო. ნახეთ, გამოცდა ისპიტანიე. ნახეთ რა წერია. ხო. დავალება, გამოწვევა და ისპიტანიე, ტრებავანი. სამყარო თხოს, ეხლა გაწურავს, მეგობრებო. გაწურავს. ხო, გაწურავს ბოლო მოდაზე. მერე ბოლოს. და ეს ადამიანი მერე მოვა. მერე მოვა სრულყოფილებისთვის, ნახეთ. მერე მოვა სიყვარულისთვის, მერე მოუგწერთ, მერე გამოვა კონტაქტზე, მერე გამოიღებს, მოინდომებს ინიციატივას, გამოიჩენს და ძალას მოიკრიბავს და მოვა. დედას გეფიცებით მოვა. ოღონდ ეხლა ამას წარე გაკვეთილს გადის. ეხლა პარში გატარება აქვს ამ ადამიანს, პარში ატარებს სამყარო. ხო. ნახეთ, ეხლა წარმოიდგინეთ, ესაა პარი. სამრეცხაო, ნახეთ, ტრიალებს, გარეცხავენ, გაწურავენ, მეგობრებო. ხო და ეს კარგად რომ გასუფთავებენ, გამოაგდებს მანქანა. არ დაპატარავდება, ნუ გეშინია. ხო. გაგაჟურჟოლა ანა მარია, იმიტომ რომ შენც იგრძენი რომ ესე იქნება კი. სადღაც შენთანაც რეზონირდება, რადგან გაგაჟრიალა, ხო? აი ზუსტად მასე იქნება კი. რა თქმა უნდა, სამართლიანად მოვა მეგობრებო. არ ვხუმრობ. ეს ადამიანი გაგაუცებთ მერე ამ ყოლაფრის მერე, მინდა გითხრათ. ძალიან სიურპრიზით მოვა, აი სრულყოფილებით მოვა. მოგწევთ, თქვენ შორის ხვაობაა. თქვენ ხართ განსხვავებულები, მენტალური, ფიზიკური, მენტალური, სოციოლოგიური, რელიგიური, ასაკობრივი. ხო. ძალიან დიდი სხვაობაა. შეიძლება ასაკობრივი დიდი სხვაობა იყოს. იმიტომ რომ ეს დედაა და ეს შვილი. ხო. მშობლის სიყვარული აკლია ამ ადამიანს, მე თუ მკითხავთ და თქვენ აძლევდით ამ სიყვარულს, თქვენ განღებულობთ ამ სიყვარულს, მეგობრებო, ძალიან ეიმედებით. ხო, მას ძალიან ეიმედებით. გავაგრძელებ ახლა ტაროს დასტით. არა ბიჭოს. ხო, ამიტომ ელოდეთ ამ ადამიანს, მეგობრებო, უბრალოდ ცოტა აცადეთ. პარში რო გაშრება კარგად 1200 ბრუნზე, მერე მოვა. 1200 ბრუნზე. ეგრეა საკეო. ერთით. როგორ ერთით, რას ქვია ერთით? მიყვარხარო, გაიხარე ჩემო კარგო. აბა რას ვიზამ ახლა? დღევანდელი ჩვენი ისე თემა არის პაუზა თუ დასასრული. ამას წინათ 2 დღის უკან ვიღაცა მომწერა და ვიბერში მომწერა თუ აქ მომწერა. არ ვიცი თუ აქ ახლა ის ადამიანი. აბა გააკეთო პაუზა თუ დასასრული. მოდი გავაკეთოთ ახლა პაუზა თუ დასასრული თქვენი ურთიერთობა მეგობრებო. ხო, ვიცი რომ ბევრს გაინტერესებთ მაინც. კი, გავაკეთოთ. წუხელ ვერ შემოვედი და მინდოდა ეს თემა, მაგრამ ახლა გავაკეთოთ. პაუზა თუ დასასრული. უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ. უღრმესი მადლობა ყველას. პაუზა.
სულთა რაჯობა. ნახოთ მეგობრებო, ნახოთ. ნახოთ აბა რა ხდება. და რომ არ ხარ მოვიწყენო. არა უშავს მეგობრებო. ესე მიჯაჭვაც არ არის ადამიანზე, კარგი, იცით? არ არის, არ შეიძლება. ამაზე დამოკიდებული არ უნდა გახდეთ მეგობრებო. არ შეიძლება. დიდი მადლობა გაიხარეთ. გული არ გამიხეთქო რა იმედია კარგი ამბავი იქნებაო. გული არ გამიხეთქო რა იმედია კარგი ამბავი იქნებაო. მიჯაჭულობა როგორ მოვიშორო. ლიკა მქვიაო. აჰა, ძალიანაც კარგი. დღეს ჩემს ერთ-ერთ TikTok გვერდზე აქაური ჩემი მსმენელი იყო შემოსული. ხო, ჩემს ერთ-ერთ მეორე TikTok-ზე. აქაური ერთი მსმენელი იყო შემოსული იქ გოსტებში. მინდა გითხრათ გოსტებში. კარგი კინოსავით გელოდებითო. ჩვენ ისე მეგობრებო აქ იმდეს ვიცინებთ ინდურ ფილმს გადავიღებდით კი. ანა მარია რა სიტყვი? მეც ვიყავიო, ნათი, შევიხარ. კაი კითხვა, მეც ვიყავიო, ნათი, შევიხარ. ხო. ინდური ფილმი გადავიღოთ მეგობრებო, სერიალი. ტაროს გაშლა იქნებაო. კომბლე. შევიხარ, კომბლე ხარ და კომბლე რა კაცია. აი მე მეგობრებო, ხუმრობა იქეთ იყოს. თან ინდური სახელი ქვია. აჰა, ესეც დამთხევა. ასწავლეთ ვიტოდეს. მეგობრებო, ესეც დამთხევა. ხო? ანა მარიას აინტერესებს რა ქვიაო. ჯიმი. აი მე აღარ შევიცლია. ამოვყირავდე უნდა უბრალოდ. მე აჯავარო. ჯიმი. აი მე აღარ შევიძლია უბრალოდ. აი სკამიდან არა, კრესლოდან რომ ამოვყირავდე იგია საქმე, თორე სკამიდან რომ ამოყირავდე არა უშავს. აი მე აღარ შევიძლია. დამეწყო. აი უკვე დამეწყო. всё, მე თუ ეხა ესე გავაგრძელებ მეგობრებო, სკორი დამჭირდება. ცუდად ვარ უკვე, აი ცუდად ვარ უკვე. დედა აუ ჩემი. ხო. იტყვიან იცინის გიჟივით მარტო. არა, სავალდებულო ყველამ გაიგოს რაზე იცინით. სიტა გიტასთან იქნებითო. რაიმე რა კარგია მეგობრებო. ძალიან მაგარია. მოდი დავიწყოთ ეხლა თქვენი ურთიერთობა პაუზაა თუ დასასრული. პაუზა თუ დასასრული მეგობრებო, დავიწყოთ. ზრდა, შრომა, პროგრესი. ეხლა ამას თუ არ ჩავთვლით მეგობრებო.
ხო, არაა დასასრული. პაუზა თუ დასასრული, ეს ადამიანი იხედება სადღაც შორს. თუ თქვენ შორის მანძილია, თქვენსკენ იხედება, ნახეთ? იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. კი, ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება. ნახეთ, აქ მაგია, ესეც მაგიის კარტია. ნახეთ, როგორაა ჩაკეტილი ხელფეხშეკრული, გასასვლელი არ აქვს. ეს შეიძლება იყოს მენტალური ციხე, ეს შეიძლება იყოს მენტალური, ფიზიკური და მორალური, ფსიქოლოგიური ჩაკეტილობა ადამიანის. ხო, თუ კი მანძილია მით უმეტეს. ხო, ვისთან რა და ვისთან რა ეხლა. ამ ადამიანს როგორც ჩანს ძალიან უყვარს ფინანსები. თითქოს რაღაცა რეორგანიზაციას აპირებს თავისი ცხოვრების. ესაა ორგანიზაციის კარტი. ორგანიზებას აპირებს რაღაცის და შედეგებს ელოდება ამ ორგანიზაციიდან. იმას თუ ჩავთვლით, რომ ეს ორგანიზაცია და ეს ადამიანი სადღაც იხედება, ესე იგი ამ ადამიანს აქვს გეგმაში და გეგმავს იმას, რომ სადაც იხედება, იქ წავიდეს. უბრალოდ ამ წუთას არ შეუძლია, მაგრამ ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება. ნახეთ აქ რა ხდება ახლა. ხო, ძალიან გულგატეხილია, ძალიან დამორცხებულია. არ გეგონოთ, რომ თავის აქციელს არ ნანობდეს. ძალიან ნანობს თავის აქციელს, მეგობრებო, კი. კურტკით ვზივარ, რო იცოდეთ ისე. ხო. კიდევ ნახეთ ახლა. ხო, საიდანაც წავიდა, იქ უნდა დაბრუნება, სავარაუდოდ. ხო, მაგრამ ეხლა ეს დაბრუნება ამ ადამიანს ძალიან რთულად ეძლევა. აქამდე თუ ადვილად მიდიოდა, ხო, ადვილი იყო მისთვის და ძალიან ბევრჯერ დაიბრუნეთ, ეხლა აღარ გამოუვა ასე, მეგობრებო. ციმბირში ვარ, კი, ანა მარია. ხო, იცი, ეს ჩემი პრობლემის გამო მაცვია კურტკა. კურტკა რა თხელი დუტის კურტკით ვზივარ, მეგობრებო. ჯერ ისედაც ხო სისხლძარღვების მიმოქცევა არ მაქვს კარგი. ხო, მეორე ის რომ რაც პრობლემა მაქვს, მაციებს მცივა უფრო, კი. გაცივებული ვარ, მეგობრებო, მოკლედ, გავაგრძელებ ახლა. ხო, ნახეთ, ახლა ძალიან რთულად ეძლევა და ამის გამო ძალიან ცუდათაა, მთვარეში აყვავებშია. ხო, ახლა ჯიუტი გახთაო, კი, შეიძლება იყოს ჯიუტიც. ხო, აქ მე რასაც ვხედავ ახლა, შეიძლება იყოს ტყუპები, ზოდიაქოთი, შეიძლება იყოს თევზები, შეიძლება იყოს მორიელიც, შეიძლება იყოს კიდე რა არის. ხო, ნუ კარგი, არ მივეჯაჭოთ ახლა ამ ყველაფერს. უბრალოდ მე თქვა მინდოდა. ხო, შენ ხარ ტყუპები. ხო, აქაც ნახეთ ტყუპებივით, კი, თითქოს ერთ ენერგიებში ხართ, მეგობრებო, თითქოს და გძნობთ ერთმანეთისას, გძნობთ, კი. ამ ადამიანს შეიძლება ფინანსებიც კონდეს, ყველაფერი კარგად კონდეს, მდიდრული ფუფუნება კონდეს, ცხოვრება კონდეს, მაგარი მანქანა წავდეს, ვილაც კონდეს, კი, ყველაფერი კონდეს, მაგრამ ნახეთ, არაფერი არ უხარია. არაფერი სიხარულს არ ანიჭებს, ბედნიერებას არ ანიჭებს ამ ადამიანს. ამ ადამიანს, კი, ხვავი და ბარაქა უნდა, ცხოვრება უნდა, გამარჯვება უნდა სამკუთხედებზე. კი და სიყვარული უნდა, რაც თავარია. ამ სიყვარულით ეს ადამიანი ძალას ღებულობს და ნახეთ? ტრანსფორმაციაშია. ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია, მეგობრებო. დაბრუნდება, აბა რას იზამს? პაუზაა თქვენი ურთიერთობა. ეს ურთიერთობა დასრულებული არაა, მეგობრებო. უყურეთ ახლა ერთ რაღაცას გეტყვით. აი თუ კი თქვენი პარტნიორი წავიდა ისე რომ არ დაგემშვიდობათ, ანუ თქვენ არ დაემშვიდობეთ, ანუ როგორ იცით, აი თქვენს რო დაემშვიდობებით და ისიც რო დაგემშვიდობებათ, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებით რო დაშორდებით ერთმანეთს. ხო, აი რო კეთილ სიკეთეს უსურვებთ, კეთილ განწყობით რო დაშორდებით ერთმანეთს, რო დაასრულებთ ნებაყოფლობით ურთიერთობას. ეს თუ არ ყოფილა თქვენ შორის, იცოდეთ რომ ეს ადამიანი აუცილებლად დაბრუნდება. ესეთ სიტუაციაში, სადაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა პრობლემები იყოს, თუ აი არ დაემშვიდობებით ერთმანეთს ნებაყოფლობით, მეგობრებო, ეს ურთიერთობა დასრულებული არაა, იცოდეთ.
ხო, რა თქმა უნდა, თუ კი ბევრი კითხვით ნიშნის ქვეშ დაგტოვათ, ამ ადამიანმა იცოდეთ, რომ ეს ურთიერთობა დასრულებული არაა. ტრანსფორმაციონი აქვს ზუსტად ანა მარია, კი. სიკვდილ მისჯილივითაა ეხლა. არა უშავს. არა უშავს. გადარეული ისე მითხარი გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ? რა ვიფიქრო? რას ამბობს აგერ ნახეთ, დავემშვიდობით, მაგრამ ერთად გვიწევს მაინც ცხოვრებაო. ხო, ესეა, მეგობრებო, ესეა. მაია რო იტყვიან. რაია მაი და მაგია იგი. აუხსნელი და ენით აუღწერელი სიტუაცია. მოკლედ, ხო. ისე ეს ადამიანი სულ ერთ წრეზე დადიოდა, ერთ წრეზე ერთი და იგივე შეცდომები, ერთი და იგივე საქციელები, ერთი და იგივე სულ. ამიტომ ეხლა განდეგილის პოზიციაშია და გამოსავალს ეძებს, არი ნერვიულოთ მეგობრებო. არანდარა რანდაქნას, ხო. არანდარა რანდაქნას, გამოსავალს ეძებს რანდაქნას და დედა. ხო, გამოსავალს ეძებს მეგობრებო, არი ნერვიულოთ. არა, აქამდე დადიოდა მეთქინ, ერთ წრეზე დადიოდა და ამიტომ იყო რთული სიტუაციები. ეხლა ფიქრობს ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდეს. რას ეძებს ამ რენსო? რა ვიცი, რას ეძებს მე? ხო. რას ეძებს ამდენს? ვკითხოთ აბა. ხო, ზარმაცია, მეგობრებო, არ უნდა თავის შეწუხება. რას ეძებს პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. ეხლა თქვენთან რომ მოვიდეს, ხო? რა შემოგთავაზოთ? რაც არ უნდა. არ უნდა. არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. სულ რაღაცებს იფიქრებს. უი დღეს ეს მაქვს გასაკეთებელი, უი დღეს ის მაქვს, ინტრიგებს ხლართავს. ხო, უი დღეს რაღაცა იქ ვარ წასასვლელი, უი დღეს ეს სარემონტო მაქვს, უი დღეს ბებია მყავს სანახავი, ხვალ დედაზე, ხო და ასე ჩამოწერილი აქვს კვირის დღეები, როგორ აქვს გადანაწილებული. მხოლოდ იმიტომ რომ თქვენთან პასუხისმგებლობით არ მოვიდეს. სულელის არკანი. რა ვთქვა? ხო, ეხლა ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო, ეხლა ყველასთან ყველაფერი ხო არ დაემთხვევა, მაგრამ თქვენი სიტუაცია აიღეთ. ადამიანს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, ან არ უნდა, ან არ შეუძლია. შეიძლება ავადმყოფურად იყოს განწყობილი რაღაცის მიმართ, შეიძლება მართლა ფიზიკურად არ შეეძლოს. ნუ რა, ყველას თავისებური მიზეზი აქვს. რას ფიქრობს თქვენზე? აი ზოგადად, რას ფიქრობს თქვენზე? რას ფიქრობს თქვენზე, მაგალითად? რას ფიქრობს? ხო, ამოგაყირავათ თქვენს, რას ფიქრობს და? შეგიყვანა ჩეფერხებებში, პატივმოყვარეობა შეგილახათ, თავმოყვარეობა შეგილახათ. ეხლა ვის რა როგორ მოგექცათ, აქ არ ჩამოვთვლი და არ დავკონკრეტდები, მეგობრებო. პატივმოყვარეობა შეგილახათ, უპატივცემულოდ მოგექცათ. შეიძლება სამკუთხედში იყავით და მხოლოდ რაღაც გვერდითი ინტერესები ქონდა ამ ადამიანს. ხო. მხოლოდ ურთიერთობა, პასუხისმგებლობის გარეშე. დამალული ურთიერთობა, ფარული ურთიერთობა. რას ფიქრობს? ხო, რას ფიქრობს და აგრიათ, დაგრიათ, გაგანადგურათ და ადგა და წავიდა. წასვლის კაცი. ამას ფიქრობს. ესე მოვეკეციო ამბობს. ხო. ეხლა ვინ როგორ აგრიათ და დაგრიათ, მიხვდებით ეხლა თქვენს ამბავს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხართ.
მიხდება არა მიხდა იცის რომ ესე გააკეთა მეგობრებო ნებისმიერი ადამიანი არავინ არ დაბადებულა ჩლუნგი ზოგიერთები ისულელებენ თავს თორე სულელი არავინ არა ყველა ძალიან კარგად ხდება ვინც რასაც აშავებს არავინ არ გეგონოთ ესეთი რომ ვერ ხდებოდეს ყველა კარგად ხდება დანაშაულს მეგობრებო უბრალოდ აღიარება მითხარი თორე შეგნება მითხარი მიხვედრით როგორ ვერ ხდება დებილი კი არა არ გეგონოთ სულელი და უჭკუო უჭკვიანესია მაგრამ სათავისოდ ხო გამოყენების მიზნით მანიპულაციის მიზნით ხო რა თქმა უნდა უფალმა იცის თავისი დრო ყველაფრისთვის მეგობრებო არ იჩქაროთ არაფერი თქვენ ხო ანახეთ ეხლა ეჭვიანებს ზის და ეჭვიანებს ეხლა თავპირს იმტრებს რა გააკეთოს ბევრთან ღალატიც იყო ხო ბევრთან იყო ღალატიც ეს აქ ღალატიც წერია ტყუილები ღალატი არასტაბილურობა ცვალებადი ხასიათების შეუთავსებლობა ყველაფერი დაბრკოლებები ურიზიება აი არ ვიცი ყველაფერი შედის აქ ბევრი პაექრობდით ხასიათების შეუთავსებლობა პაექრობდით არ უთმობდით არაფერს არც თქვენ არც ის ხმალაობდით ხანჯლაობდით ხო არა მეო შეიძლება ახლაც ასე ხართ აჩვენებთ ერთმანეთს ვითომ კარგად ხართ ამ დროს ორივე გამარჯვებაზე ფიქრობთ და ორივე წაგებული ხართ ნახეთ როგორი ჩახმალულია თავზე ჩამომხობილია ყველაფერი თავზე ცალ ჩამონგრეული იმდენი იმხელა დანაკარგებშია მეგობრებო თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ ტყუილებ გაატყუებთ ეს ადამიანი მის კარგ განწყობას გაატყუებთ მის კარგ ცხოვრებას შინაგანად არის განადგურებული აი თუ უყურებთ ამ ადამიანს და ხედავთ ბედნიერს აი გეფიცებით შვილს გეფიცებით მეგობრებო არ დაიჯეროთ ამ ყველაფერს თამაშობს ძალიან დიდ დანაკარგებშია თქვენ გამო უთქვენობით ძალიან დიდ დანაკარგებშია იმიტომ რომ თქვენი ენერგია აკლია ტყუილი იტყუებს გაატყუებთ მეგობრებო ესაა თვითონ ჩახმალული ჩახანჯლულია მეგობრებო განადგურებულია უბრალოდ არ იმჩნევს თორემ რა თქმა უნდა თავის გათხრილ ორმოში ჩავარდა თვითონ თუ გეშინიათ მალე მოგწერთ იცით რას მოგწერთ თქვენ ხართ მისი მზე თქვენ ხართ მისი ვარსკვლავები თქვენ ხართ მისი მოწმენდილი ცა უღრუბლოცა ხო თქვენ ხართ მისი უღრუბლოცა სადაც ბედნიერია თქვენთან ერთად ეს ადამიანი აუცილებლად მოგწერთ ამ სიტყვებს რომ ძალიან ენატრებით ძალიან უყარხართ ხო მაგრამ თქვენ ხო აი ახლა რაც გითხარით თქვენ ხო იცით რომ მე რაც მოგწეროთ რასაც მოგწერს ახლა თქვენ იცით აი ეს ვარ ახლა მე წინასწარ მეტყველება თქვენ ძალიან კარგად იცით ახლა ჩვენ რასაც აქ ვსაუბრობთ მეგობრებო ეს ზუსტად ასე არის თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე მისი ნაბიჯები ხო ადამიანი რომელიც დაგტოვათ ხმლების დედოფლად გაქციათ ხო ცივსისხლიანად გაქციათ აი მეგობრებო უბრალოდ ასეა კი ხმლების პოზიციაში შეგიყვანათ აი ეს ხართ თქვენ გაქვთ უყურეთ ახლა აქ რა ხატია ნახეთ მესამე თვალი გაქვთ ჩართული თქვენ იმდენად იცით უკვე ამ ადამიანის შინაგანი სამყარო რას გააკეთებს როდის გააკეთებს როგორა თქვენ ამ ყველაფერს გრძნობთ მეგობრებო არა მარტო იცით თქვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად გრძნობთ მის განწყობასაც თვითონ რო ცუდათა თქვენც ცუდად ხართ ამაშია საქმე არ გირჩევ მაგ ამბავს ხო მე არ გირჩევ მაგ ამბავს შენ მაგი არ უნდა გააკეთო ეს ადამიანი როდესაც დაბრუნდება თქვენთან მეგობრებო თქვენ რაც უნდა გააკეთოთ თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ ხო
მოусმინოთ ამ ადამიანს, უბრალოდ მოусმინოთ. თქვენი ენერგია დაიბრუნოთ, დაკარგული ენერგია რაც წაგართვათ, ამ ადამიანის დაბრუნებით თქვენ დაიბრუნებთ თქვენს ენერგიას. აი თქვენს ხო, ვიცი რომ ხუმრობს. ხო. ეხლა გავრაზებულ ცხელ გულზე ამბობს თორე. ეხლა წინ რო დაუდგეს, კანკალს დააწყებიებს. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა ცუდი ყოფნა. რა თქმა უნდა, მეგობრებო. იცინის, ხეხა, ნუ რა ქნას ახლა აღარც თქვას და აღარც ქნას, აღარც თქვა და აღარც ქნაო, იმის არ იყოს თქვას რა. მოიოხოს გული. ეიოხე გული თქვი ხა, მოგისმენთ. ხო, მოусმინეთ ამ ადამიანს. ნახეთ ქვემოდან რა სურათი ახლა გადავჩეხე კარტი მეგობრებო და ნახეთ. ამ ადამიანს სამყარომ ძალიან კარგად ჩაუკაკუნა თავში. ბუმერანგი დაუბრუნდა, ნუ გეშინიათ თქვენ. ხო. ნუ გეშინიათ ამ ადამიანს ბუმერანგი დაუბრუნდა მეგობრებო. ეხლა ვის როგორ დაუბრუნდა მე არ ვიცი, მაგრამ ბუმერანგის დაბრუნება იმაშიც შედის, რომ აი უთქვენოთ რომ ცუდათაა. ხო. სიყვარულო ძალსა შენსა ვინარს რომი არ მონობდესო. მეც მინდა ჩავუკაკუნო, მერე მოვა და ჩაუკაკუნე რა პრობლემა გაქვს. ეს ადამიანი აუცილებლად გადმოდგამს ნაბიჯს, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ხო. უბრალოდ ბოლომდე მაინც არ ენდოთ. რაღაც პერიოდი დავერიაი, ნო პრავერიაი. ესეთი ისა გამოთქმა რუსებს აქვს, ხო. გადაამოწმეთ მაინც მეგობრებო. ანუ ბოლომდე არ ენდოთ. აი ხო ხვდებით, ვაიმე, შენი ჭირიმე საიყავი აქამდეო, შენგენაცვალეო, აბა მოიო. ხო. მე კი დაღამ სხვა რაღაცა წავიკითხე ახლა და თვალები კარგად დავყლიბე. ფაივი აღარ შეიძლება. ღმერთო საწევი. ხა. ხო, კი ხატია ფეხზე ფეხ გადადებული, აგერ ზის შეიძლება ესე. ხა. ხა. მოკლედ მეგობრებო, პაუზაა თუ დასასრული? რას გვეტყვის თქვენ შესახებ? ნუ წერ ესეთ რამეებს TikTok-ი დაგბლოკავს. ხა. დაგბლოკავს TikTok-ი. მე რა შენ დაგბლოკავს თორე. მაგის ტომ ვართ ჩვენ აქ რომ ვიხალისოთ ყველაფერთან ერთად, თან ამბები გავიგოთ, თან გაფრთხილებები მივიღოთ, რჩევადარიგებები და თან ვიხალისოთ. არა ბიჭოს ახლა. დაუბერდებით გაუცინებლად მეგობრებო. რელაქსაცია. სიტყვები აკონტროლეთ. რა თქმა უნდა მეგობრებო. სიტყვები აკონტროლეთ ნამდვილად. ხო. რას გეტყოდათ ისე კიდე? მოდი ვკითხოთ ახლა, რას გეტყოდათ ყველაფერთან ერთად? რას გეტყოდათ? ძალიან ცუდად ვარო, წინ დაუხედავად მოვიქეციო. ხა, ფარული მოტივით იყო ეს ყველაფერიო, რაღაცები დაგიმალათ მეგობრებო ამ ადამიანმა. ეხლა რას გეტყოდათ და გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან გაუბედავი ვარო. გებულობ ამბებსო, უსიამოვნო ამბებს ვგებულობ. იქნებ შენც გებულობ ჩემზე რაიმე უსიამოვნო ჭორის სახით ამბებსო, ამას ამბობს. მოდერატორები არ მყავს. კი მყავს, მაგრამ არც ალია, ერთი მყავს და არც ალია.
ამიტომ უსიამოვნებებშია მეგობრებო. კიდევ რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ნახეთ ძალიან მენატრებია. უფალს ვებედრები, რომ კიდევ ერთი შანსი მომცესო. შანს ვებედრები უფალსო მეგობრებო, იქნებ ლოცულობდეს ეს ადამიანი. კი, ისე არტისტია ხო გეუბნებით. ეს ადამიანი გეუბნებით მე თქვენ არ გაჩვენებთ მის ნამდვილ სახეს თუ როგორ ცუდათაა. გარეგნულად ხედავთ რომ კარგათაა. ძალიან დიდი მესაკუთრეა და არ დაგთმობთ იცოდეთ. ეს ადამიანი არაფრის დიდებით არ დაგთმობთ მეგობრებო. უი დაჟე მელოდიცა. ხო. ხო, გეტყოდათ იმას, რომ აი ძალიან დიდი დანაკლისი ხარ. აი მე იმხელა დამამთქნა მეგობრებო, რომ ლამის პირი დამჩაღია. ხო, ანუ ძალიან განიცდის თქვენს დანაკლისს. გაიძვერობა. აი რაღაცას გატყუებდათ მეგობრებო. ერთი რას გატყუებდათ მაინტერესებს. რას გატყუებდათ? ძირითადად რას გატყუებდათ კიდე? რა მოგატყუათ? ამ ადამიანს ქონდა რაღაც თავისი გეგმები. თავისი რაღაც ქონდა მეგობრებო, რაც მოგატყუათ. თითქოს რაღაც ახალი წამოიწყო. რა იყო ეს ახალი? ტყუილები. ნახეთ მეგობრებო. ნახეთ რამხელა ტყუილი. რა იყო? მეგობრებო, რა მოგატყუათ ამ ადამიანმა? ეს ადამიანი თუ ქორწინებაში იმყოფება, იქნებ დაგპირდათ ოჯახს გავშორდებიო? მეგობრებო, ეს მოგატყუათ? დაგიმალათ რომ ოჯახი ყავდათ? შეიძლება ესეც იყო. იქნებ იცოდით რომ ოჯახი ყავდა და იქნებ გითხრათ რომ ნუ ვიღაცებთან შეიძლება ესე იყოს. ხო, შეიძლება გითხრათ რომ გავშორდები და დავქორწილდები შენზეო, რაღაც ტყუილებს აქვს ადგილი. ხო, შეიძლება ოჯახი აქვს დანგრეული და თქვენ არ იცოდით. ხო, შეიძლება ესეც იყოს. უბრალოდ ბევრი რამე არ იცით თქვენ ამ ადამიანზე. ამ ადამიანზე ძალიან დიდი ნეგატივი და მაგიაა. ეს უნდა იცოდეთ მეგობრებო. ამ ადამიანს ოჯახი დაენგრა მაგიით. ესეც კარგად უნდა იცოდეთ. ტყუილების გუდაა, კი, შეიძლება გუდაა, მაგრამ ეხლა აქ რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს ტყუილი არაა. ხო, ამიტომ უბრალოდ თქვენი სიტუაცია აიღეთ. ოსტატობა. ხო, იქ როგორ ცხოვრობს, ეხლა სადაც არის. ძალიან ცუდათაა იქ, სადაც არის. ეს ადამიანი ეხლა საერთოდ ნებისმიერი მიმართულებით ძალიან ეკონომიურად გასცემს სიყვარულს. მინდა გითხრათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს. გადაიდო. სულ გადადო. არასრულყოფილებაში იმყოფება. ამ ადამიანს ოჯახი აღარ აქვს, იცოდეთ. ხო, ამ ადამიანს ოჯახი არ აქვს. კიდევ მაგარი არეულ-დარეულობა აქვს, კონფლიქტებშია. ეს თუ კი უცხოელია, მეგობრებო. ეს ადამიანი თუ კი უცხოელია, ამ ეტაპზე არ შეაწუხოთ. ძალიან ისეთ ვიბრაციებშია. კიდევ ეგოისტი და ნაკარგები, პრობლემები, გეგმების ჩაშლა, სადღაც წასვლა უნდა და ვერ წავიდა. ეხლა ღამის უძილობა აქვს. ხო, გაუგებრობაშია, განადგურებულია, დანაკარგებშია დამარცხებულია, მოტყუებული დარჩა თქვენთან მიმართებაში, ნახეთ, თითქოს დაგპირდათ და ტყუილი გამოუვიდა. ხო, ეს ადამიანი თქვენ გამოს რაღაცა კამათობს.
თქვენთან მოსვლა თუ გადაწყვიტა, გქონდა დაგეგმილი თქვენთან მოსვლა მოახლოება და ვერ მოვიდა, ანუ მოტყუებული დარჩით, ასეა თუ ისეა, ტყუილი გამოუვიდა, ამას ძალიან განიცდის. ხო, ამიტომ ეხლა კიდევ აქ რასაც მაჩვენებს არის ის, რომ ქალის გამო კამათობს. თუ ნიშანდობრივად არიციან, სახელდობრივად არიციან თქვენ რო ხართ, ის მაინც იციან, რომ ვიღაც არის და ამის გამო კამათობს. კიდევ და უნდა იცოდეთ, უსამართლობა, ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში. ძალიან ავადმყოფურათა, ძალიან ენა დამება. ძალიან მოუმზადებელი იყო, არ ელოდა ამ ყველაფერს. მოკლედ, ვიღაცამ გამოამჟღავნა მანიპულატორული საქციელები. ეს ეხა თვითონაა თუ მის ცხოვრებაში გამოამჟღავნა ვიღაცამ მანიპულაციური საქციელები, ეს ეხლა თქვენ უფრო კარგად მიხვდებით. ხო, შეიძლება ესაც იყოს ორი კურდღლის მადევარი ვერცეც ვერ იჭერს. შეიძლება ესეც იყოს, არაა გამორიცხული მეგობრებო. კიდევ რას გეტყვი, რა უნდა იცოდეთ? მოდი, რას გააკეთებს ბოლო-ბოლო, რას გააკეთებს? ეს ადამიანი საკუთარი თავის სასარგებლოდ, რომ თავი გაიმართლოს, ყველაფერს გააკეთებს მეგობრებო. ხო, თუმცა ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება აქვს. შეიძლება მისი აუხდენელი ოცნებების გამო ყველაფერი გააკეთოს. არც ისაა გამორიცხული. ხო, ნახეთ, არც სიყვარული აქვს, არაფერი აღარ აქვს. ძალიან განიცდის და ძალიან ნერვიულობს. ეს ადამიანი გითვალთვალებთ, 24 შვიდზე ყარავლობთ. არსად არ წასულა იცოდეთ, ახლოსაა. ხო. მოდი, რჩება თქვენ. ნუ იფრენთ ფანტაზიებში და ილუზიებში, ეს არის ფანტაზიების და ილუზიების სურათი. კიდევ არის ხო. ანუ ყველანაირი ხერხის გამოყენება მიზნების მისაღწევად. ოღონდ მეგობრებო, იცით როგორაა ეხლა? ერთი წუთით. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მეგობრებო და რასაც მაჩვენებს, აქ არის სხვების ჩარევა ამ ურთიერთობაში. არის ჩარევები ადამიანებიდან, არის მაგიები, არის ეწოლები, არის მანიპულაციები. ამიტომ ამაზე თქვენ არ უნდა იღელვოთ, თქვენ თუ კი გსურთ ამ ადამიანის დაბრუნება. ეხლა აქ კი მაჩვენებს იმას, რომ ყველანაირი ხერხის გამოყენება მიზნის მისაღწევად, მაგრამ უყურეთ, ეხლა თქვენ თუ იმას ფიქრობთ, რომ სიყვარულის გამო ყველა ხერხი მიღებულიაო, მე არ გირჩევთ ამას. ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, დაელოდოთ თუ კი ძალიან გსურთ და ასე გსურთ ამ ადამიანის დაბრუნება, უბრალოდ დაელოდოთ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მეტი სხვა რაიმე ნაბიჯი არსად არ გადადგათ მეგობრებო. ეს ადამიანი თვითონ გამოვა კონტაქტზე. თვითონ მოვა და თვითონ მოინდომებს. თვითონ გამოვა ამ ბალოტიდან. კი. გარწმუნებთ. ძალიან ნერვიულობს და თვითონ მოვა, მაგრამ რის ფასად დაუჯდება ეს მანც არ იცის. იმდენად მოჯაჭულია თქვენთან, თქვენს გარდა ეს ადამიანი ვერსად ვერ იქნება. არ იფიქროთ. თუმცა ეს შეიძლება კიდევ იმის მთქმელი იყოს, რომ ამ ადამიანზე არის მიჯაჭულობა იქ, სადაც არის. გვაჩვენა რამდენიმეჯერ დაგვიდასტურა დასტებმა ის, რომ არის ზეწოლის და მაგიის ქვეშ, თუმცა დამარცხებულადაც გრძნობდეს თავს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ თქვენ შორის რაღაც უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც არ არის გაწყვეტილი, ამიტომ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი სადმე წასულია და აღარ დაბრუნდება, მე გეტყვით, არა. ასე არ არის. ეს ადამიანი მოვა თქვენთან, უბრალოდ დროის ფაქტორია. ხო, დროის ფაქტორია და მეორე არის ის, რომ როდესაც დაბრუნდება, ეხლა საკითხავია თქვენ გენდომებათ თუ არა, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება. მაგრამ აი, კიდევ აქ. ხო. მოსვლით მოვა მეგობრებო, მოვა. აუცილებლად მოვა. მაგრამ მოვა ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. უბრალოდ რაღაც ესეთი ნაბიჯებით მოვა.
მეგობრებო, ერთადერთი რაღაცის თქმა შემიძლია, ხმამაღლა. და მთელი ესეთი მაგალითად დიდ სიტყვას ვიტყვი ესეც. ჯადო და მაგიები, კი, მაგიებით შეიძლება ადამიანი მოკლა, გაანადგურო, მაგიებით შეიძლება ადამიანს ორგანოები დაუზიანო, შეიძლება გონება აურიო, ხედვა წაუშალო, დაავადმყოფო. ანუ ხო ხვდებით, რასაც ვამბობ, ხო? იგნორი გაუკეთო, ლოგინს მიაჯაჭვო, ანუ ცოცხლად მოკლა. ხო? ეს ყველაფერი შეუძლია მაგიებს, ჯადოებს, მაგრამ მეგობრებო, ერთია მაგრამ. რაც თქვენ არიცით, არის ის, რომ გულიდან სიყვარულს, ნამდვილ სიყვარულს, მაგია ვერ შლის და იცოდეთ. ხო? ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მეგობრებო. არანაირი მაგია არ ერევა და ვერ ერევა ნამდვილ სიყვარულს. ნამდვილად არც მე არ მინდა ვინმე ცუდად იყოს, მეგობრებო, პირიქით. ჩემი ცხოვრებიდან ვინც მიდის, ხო, რა კარტი ამოვარდა. მაგია მის ცხოვრებაში, მეგობრებო. ამ ადამიანს აქვს ზემოქმედება. აი რაც თქვი ახლა, არანაირი მაგია არ შლის გულიდან სიყვარულს. გულს ვერ ერევიან, ოღონდ ესაა ერთი, მეგობრებო. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება. არ არსებულია. გამორიცხე. მაგიას უკეთებს რომ შეაყვაროსო. ვერ შეიყვარებს, მეგობრებო. ეს ნამდვილი სიყვარული არაა იქ რომა. მაგით რომ ადამიანს გააჩერებ, ეს სიყვარული არაა, მეგობრებო. არ დაიჯეროთ. გამორიცხეთ. ნამდვილ სიყვარულს მაგია არ ჭირდება. რას გეტყვით ასტრაბარათები? თუ დაბრუნდება თქვენი პარტნიორი. ბალანსი. დაბრუნდება კი ბალანსისთვის. ეს ადამიანი ლოცვებს კითხულობს, მანტრებს კითხულობს. არა ისიც გამორიცხული, რომ აი მაგთან დადიოდეს თავისი ცხოვრების გამოსაკვლევად. არც ესაა გამორიცხული კი. იქედან რაღაც გაკვეთილს ღებულობდეს, რაღაცას სწავლობდეს, რაღაცას ხო და მერე მოდიოდეს და კითხულობდეს, მეგობრებო. მეგობრებო. თქვენ ხართ მისი ადამიანი. ეს ადამიანი არსად არა წამსვლელი იცოდეთ. დღეს თუ ხვალ მაინც მოვა. აი რა გავაკეთო? მოვა თუ არ მოვა, თქვენ ხართ მისთვის მზე, თქვენ ხართ ვარსკვლავი. აი ეს ადამიანი რაღაცა გხედავთ. თქვენ შორის მანძილია. თქვენ შორის არის მანძილი. თქვენ ხართ მისთვის ვარსკვლავი. ვარსკვლავი, რომელსაც სადღაც ხედავს და თან იცით როგორ ხედავს? ყველასგან რო გამოგარჩევთ ეს ადამიანი. აი ძალიან ბევრი ქალი შეიძლება ყავდეს და პარტნიორი ყოლია. შეიძლება ძალიან ბევრი ყოლია, ან შეიძლება ეხლაც ეხვევიან გარს, მაგრამ მისთვის არავინ არ არსებობს. ეხლა რამდენი დაიჯერებთ ამას მე არ ვიცი, კიდ დაიჯერეთ გინდა რა, მაგრამ რასაც ხედავ და მაჩვენებს, იმას ვამბობ. თქვენ ხართ ერთი, რომლის სამყაროც გიკავიათ მხოლოდ თქვენ. კიდევ რას გვეტყვის? პაუზა თუ დასასრული? პაუზა თუ დასასრული? პაუზა თუ დასასრული? არა, ეს დასასრული არაა, მეგობრებო.
ეს დასასრული არა. იცით რას მაჩვენებს აქ? თითქოს ორივე მოწამლული ხართ ტყუილებით, თითქოს ორივე გაჯერებული ხართ ტყუილებით. თქვენ აქეთ, იგი იქეთ. მე არ ვიცი. აი, თითქოს აექრობთ ერთმანეთში, ვინ ვის აჯობებს და ორივე წაგებული ხართ. აი ესეთ რაღაცას ვხედავ მე აქ. ხელებით უმტკიცებთ რაღაცას ერთმანეთს, საქციელებით უმტკიცებთ რაღაცას ერთმანეთს, არა და საამისოთ არაფერი არ გჭირთ. მოდი ესეც ვაღიაროთ რა. ეხლა ეს შემთხვევა შეიძლება ყველასთან არა, მაგრამ ვიღაცებთან ზუსტად ასე იქნება, როგორც ვსაუბრობ. ეჯიბრებით ერთმანეთს ვინ ვის აჯობებს, აბა ვინ გადადგამს პირველი ნაბიჯს, მე თუ ის თუ მე. მე არ გადავდგამ, არც ის დგამს. არადა? არა, როგორ გადავდგამ, რას ქვია, როგორ გადავდგამ ეხა. მაგის ჩიტი ვარ, მე ვინმეს მივწერო? აი მე ჩემსას გეუბნებით, მეგობრებო. ჩემ სიტუაციას გეუბნებით ეხლა. გამორიცხულია, ვინმეს მივწერო უბრალოდ. დედას ფიცა ვარ. არც არავის გავეკიდები და არც გავკიდები ვარ კიდე. ხა, და არც არავის ვწერ კიდე. არა, საჭირო და იმიტომ. აქეთ მდიონ და აქეთ გამომეკიდონ კიდე. თუ მაგარია. აქეთ ინერვიულონ კიდე. მეტი არ მაქვს საქმე. აი ეს გჭირთ. იცი რა, პრინციპიც კი არა, მეგობრებო. საკუთარი თავის ფასი ვისწავლე. მეტი არაფერი. პრინციპი არა, მე პრინციპზე არ ვარ. უბრალოდ საკუთარი თავის ფასი ვისწავლე ძალიან კარგად. არავინ არ ღირს ჩემი ნერვების ფასად, ჩემი გაკიდების ფასად, ჩემი მომსახურების ფასად. ხო, არ ღირს არავინ ამათ, რომ ვინმეს რაიმე ვუმტკიცო, ვეფერო, ვეხვეწო და ველოლიავო. დამთავრდა, მეგობრებო. ძალიან შევიყვარე საკუთარი თავი. ხუთი წელი ვიშრომე საკუთარ თავთან. 5 წელი პატარა დრო არაა, მეგობრებო. 5 კი არა და 6. 6 წელი, მეგობრებო. ხო. სასწაულად. როგორ იყო და ჯოჯოხეთი იყო. თქვენ არ იცით მე რა გავიარე. რა თქმა უნდა. საკუთარი თავის ფასი როგორ ვერ უნდა ისწავლოთ, მეგობრებო. აი მაგი დამცირება უნდა გაიხსენოთ ყოველთვის. ყველაზე ჯოჯოხეთურია, მეგობრებო. რასაც ვიხსენებდი მაგ დროს, მაგ მონატრების დროს, მაგ ტკივილი რო შემოგაწვება და აი უცებ რო ფიქრობ, ხა დავრეკო თუ არა, მიწერო თუ არა და აი მაგ დროს მქონდა პრინციპი. ჩავთავდი გონებას და ვიხსენებდი იმ ტკივილს, რაც მომაყენა, ხო და იმ წუთას მეკარგებოდა სურვილი კონტაქტზე გასვლის. ზუსტად. გამორიცხულია, მეგობრებო, ახლა მე ვინმეს გამორიცხულია უბრალოდ. ჯერ ესეთი მასე ადამიანს არ შევიყვარებ. გამორიცხულია, ვინმეს უთხრა მიყვარხარო? როგორ გეკადრებათ? გამთავრებულია, მეგობრებო. ერთადერთი თუ კი ვინმეს ვეუბნები მიყვარხარ მეთქი, ჩემი შვილიშვილებია, მეტი არავინ. ვისაც ვეტყვი რომ მიყვარს, ჩემი შვილიშვილებია, მეგობრებო, მეტი არავინ. და გამორიცხულია უბრალოდ. კიდევ დაბრუნდება თქვენი პარტნიორი, პაუზა თუ დასასრული? დასასრული ნამდვილად არა. თქვენ ხართ მისი იდეალი. ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ძალიან იდეალი, ხო, გაიდეალებთ.
აუცილებლად დაიწყებს, ეს არის დაწყების, წამოწყების რაღაცის სამზადისი. ეს ადამიანი კიდევ ეს არის აპლიკაცია ვიცით რომ ლამაზ ნიშნავს, ჩემთვის აპლიკაცია ნიშნავს ლამაზ რაღაცას, ლამაზ საქციელს, ლამაზ ქმედებას, ლამაზ მოზაიკას, ფერადი სამყარო, ხო? აი ესე ამბობს ეს ადამიანი რომ რაღაცისთვის ემზადება. ხო. აუცილებლად მეგობრებო, ელოდეთ მისგან ქმედებებს. უბრალოდ დააკვირდით ქმედებებს. სიტყვებს არ ენდოთ, ქმედებებს დააკვირდით მეგობრებო და კიდევ 1-2 ბარათი. ეს ადამიანი მოვა სიძლიერით, მოვა ნელი ნაბიჯებით მოდის, მაგრამ მყარად მოდის. შენ მაინც გვითხარი ან მოგვატყუე? ვეჯავრებითო? მე არ ვამბობ, მე არც მოგატყუებთ მეგობრებო. მე არ მიყვარს დამალვა არაფრის. სიმართლის დამალვა მე არ მიყვარს. რასაც ვხედავ მე აქ იმას ვსაუბრობ. არ ეჯავრებით ამ ადამიანს. ჯავრი არა აქვს. აი ის რო ეჯავრებოდეთ, არა. ის რო ზძულდეთ, არა. ის რო ფეხებზე ეკიდოთ ბოდიში ამ სიტყვისთვის, არა. თავისებურია როგორც ჩანს. ეს ყველაფერი მოდის ზეწოლიდან, მაგიებიდან, ზემოქმედებიდან. თქვენ არიცით რამ ხელას მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე ჯადოები მეგობრებო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ. მედალს აქვს ორი მხარე. ერთი მხარე ხართ თქვენ, მეორე მხარეა ის. ეხა მეორე მხრიდანაც შეხედეთ ამ ყველაფერს. დავამღეროთ ეხლა? ისე მახსენდება შენი სიყვარული. უკვე მე რამდენი ღამე მითევია. ხო. ეს ადამიანი გეუბნებით მოდის, ნელი ნაბიჯებით მოდის, მაგრამ მყარად მოდის, ძლიერად მოდის, ძალიან ნელა მოდის, მაგრამ მოდის. კი, და ნახეთ, ეს არის სურვილი, დეზიდერიო, ეს არის სურვილის კარტი და ნახეთ უკან როგორ ანგელოზები არიან. აქ არის ანგელოზების მფარველობა აქვს ამ ადამიანსაც და ზოგადად თქვენს ურთიერთობას მეგობრებო. მოდი ასე ვიტყოდი. კი, მფარველობა გააქვთ. ეს ადამიანი მოვა ძალიან შეცვლილი, მინდა გითხრათ. ძალიან დამთბარი, ძალიან დამტკბარი, ძალიან შეცვლილი. აი სულიერად სხვაობას დაინახავთ მასში. როგორი ტკბილი ხმა გაქვთო. ღმესი მადლობა, მიყვარს სიმღერა კი, ბავშვობიდან ვმღერი, ვუკრავ. კი ბატონო, ასე რომ წაღიღინება მიყვარს მეგობრებო ძალიან. კი. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ჩემო ძვირფასებო, არაფერზე არ ინერვიულოთ. არაფერზე არ იდარდოთ. ყოველთვის გეუბნებით ამას. ყველაფერი გადაივლის. თქვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული. მეგობრებო. ვიღაცის გამო ასე ნუ ინერვიულებთ. ცოცხალ ადამიანზე ასე ნუ ინერვიულებთ. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. თან შეიძლება შეიცვალოს უცებ ყველაფერი მეგობრებო. ეს ეხლანდელი ენერგიებია, ხვალინდელი კიდევ სხვა, ასე რომ არ ინერვიულოთ, ამათ არ ღირს. კი. ვეცდები ავტვირთო, იმიტომ რომ ზოგჯერ ინსტალაციას ძალიან უჭირს, ეხლა მე ეს რო აქედან რო გავდივარ, TikTok-ი ხო თვითონ ინსტალაციას აკეთებს ამ ყველაფრის მეგობრებო, ამას ჭირდება ძალიან დიდი დრო.
დრო ჭირდება ამ ყველაფერს, ამიტომ მე რო ჩავრთავ გადმოტვირთვაზე რო დავაყენებ, მე ამას რო ველოდო, შეიძლება დილამდე მომიწიოს ლოდინი, ამიტომ 1-5-10 წუთი ველოდები, მერე უნდა გავთიშო TikTok-ი, ანუ გადავერთო უნდა სხვა ჩემს საიტზე, რომ ეს დაფიქსირდეს და მერე დილით უცებ მაძლევს. გაიხარე გადარეული. მესი მადლობა. ხო, ну, ზოგჯერ არის ისე, რომ ზოგჯერ არის მეგობრებო ისე, რომ აი არ ვიცი, ყოველთვის ახლა ერთნაირად ვერა, მაგრამ ფილმის დასასრულია. ოჰა. რა გაჩქარებდა? კითხვებზე პასუხები არ მაქვს, მეგობრებო. დავით, უღრმესი მადლობა. მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. ვაიმე, რამდენი ლაიკი გვაქვს? 44,000 ლაიკი. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო. თქვენ ხართ ჩემი სტიმული. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ძალიან სასიამოვნო. მე ყოველთვის მსიამოვნებს აქ მოსვლა, თქვენთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ სტიმული მაქვს, მეგობრებო, სტიმული თქვენგან, რა გავაკეთო? ხო. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მინდა იყვეთ ძლიერები, გადაივლით თქვენს გადალახავთ ამ ყველაფერს, მეგობრებო. მე ხშირად ვამბობ, რომ გავიარე რაღაცები და თითქოს და არ ვარ ისე, მაგრამ ზოგჯერ მეც ისე შემომაწვება, მაგრამ მე უფრო შემომაწვება ეხა უფრო იცით როგორ აი ჩემი შვილის მონატრებით ტკივილი, თორე ისე იმდენად ეხა ადამიანზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ხო შევეჩვიე იმას, რომ არაფერს არ ვაძალებ, თქვენსავით მტკიო და მეც იყო დრო, ძალიან რთული იყო, დაცარიელებული დავდიოდი, მეგობრებო, გაწურული ლიმონივით დავდიოდი. ხო, ეს იყო ჯოჯოხეთი, ჩემი თავი რომ მეზიზღებოდა, ჩემი თავი რომ მეჯავრებოდა, ცარიელი, აი გამოსადეგო ფოთოლი როა, გამხმარი ფოთოლი, ქარი საითაც წაიღებს, იქეთ რომ მიაბერტყებს, ხო? აი ზუსტად ისეთი ვიყავი. ნუ ვინ როგორ რამდენხანში დაძლევს ამ ყველაფერს. დრო მკლავს, დროს ნუ დაითვლი, ჩემო კარგო. შუა კი იცის, შუა ზაფხულში მციოდაო, იცის კი. აი ზუსტად მაგი მჭირდა მე სულ მციოდა. მერე ჩამომიყალიბდა სიცხეები, მეგობრებო, წლები მქონდა სიცხეები, თერმომეტრით დავდიოდი, ბოლოს მოვიქნიე. არაფრიდან სიცხეები მქონდა, გამოკვლევები ჩავიტარე, აი რა არ გავიკეთე, მაგრამ არაფერი არ მჭირდა. სიმართლე გითხრათ, რა გიშველით? ეხლა გეტყვით რა გიშველით. გარემოები შეცვლა. გარემოება შეიცვალეთ, მეგობრებო, ადგილი შეიცვალეთ, ადგილმდებარეობა შეიცვალეთ. მაგ კივილს არავის უსურვებ. კივილი თუ შეგიძლია ძალიან კარგია. მე სად მეკივლა იტალიაში? რა თქმა უნდა. მე შვილის სიყვარულს ვინელებ, ასეა თუ ისე, მეგობრებო, და ვისის სიყვარულისთვის უნდა მოვიკლა, ეხლა თავი ხომ არ მეტყვით? ვის გამოღირს ეს? ჩემ შვილს რა უყო, თორე სხვა დანარჩენი ბოდიში და მკიდია. არავის არ გავეკიდები. აი ზუსტად შვილის საფლავზე დავიფიცერო, არავის არ გავეკიდები. ამათ არ მიღირს. ხო. რა თქმა უნდა დავიკიდოთ. არა ბიჭოს. მეგობრებო, იცით რა უნდა გააკეთოთ? აი როგორც გაფასებენ, ისე უნდა დააფასოთ. თქვენ როგორც დაგაფასა თითოეულმა ადამიანმა, ისე უნდა დააფასოთ. ის უნდა დაუბრუნოთ ზუსტად, არც მეტი და არც ნაკლები. თუ დაგიკიდეს, დაიკიდოთ უნდა. არა ბიჭოს. აბა როგორ ეხლა? მე თუ შიმკვდარი დედა დამიკიდეს, რავა? მე რატო ვერ უნდა დავიკიდო?
ხო, ასეა მეგობრებო, ასე. ხო, მე უფალს მივანდე მაგი ამბავი. მე რო სიბოროტე არ მინდა ადამიანების მეგობრებო, მე ისეთი შვილი დავკარგე, რომ იმის გადამკიდე და იმის შემხედვარე მე რო ბოროტი ყოფილიყავი, დღეს ფეხზე ვერ ვიქნებოდი ასე მყარად. უფალი არ მომცემდა იმის შესაძლებლობას, რომ მე ცხოვრება გამიგრძელებია. აი ესე. ხო. ასეა ჩემო მეგობრებო, ასე. ამიტომ ნერვი არ დაიღალოთ სიბოროტისთვის. არ გინდათ. ისე თქვენ დაგაზიანებთ ოღონდ. ხო. კი, ვარ ძლიერი, ნამდვილად უფალს მადლობა. რა თქმა უნდა, როცა გაბოროტება არ შეგიძლია, ამაზე მეტი სიძლიერე არ არსებობს. არ არსებობს მეგობრებო, არც თავის მოკლა მიფიქრია და არც არავის გამწარება მიფიქრია. გონებაშიც არ გამივლია უბრალოდ. ხო. არ შეიძლება. მით უმეტეს შვილმკვდარი დედისთვის როგორ შეიძლება ვინმე სამაგიეროს გადახტაზე ვინერვიულო. ჯერ ესეთი ამით ჩემი შვილი სულს დავამძიმებ თორე ხო. მადლობა უფალს, რა თქმა უნდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას. მშვიდობიანი ღამე, კარგად ვიხალისეთ, ძალიან კარგი იყო. ხო, და ავტვირთავ და მე მოусმენთ და მე კიდევ გაიცინებთ მეგობრებო, კი. მე უფრო კარგად გაიცინებთ. მოკლედ, მიყვარხართ ძალიან და უღრმესი მადლობა ყველას. აბა, დროებით, ნახვამდის.